Totალური korupcijas კიდევ ერთი აღიარება რეჟიმის შიგნით რეპრესიები იმ ფაზაშია, როცა ოლიგარქს აღარ ადარდებს იმის დადასტურება, რომ მისი მთავრობა წლების განმავლობაში მილიონების მოპარვით იყო დაკავებული. მისთვის korupcია ბერკეტია ადვილად გაუსწორდეს იმ კადრებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით მიუღებელი გახდნენ. ივანიშვილისთვის ბერკეტს წარმოადგენენ ამჟამინდელი ფავორიტებიც, რომლებიც მისი სურვილის მიხედვით წინამორბედებს იჭერენ. ამჯერად მეკრთამეთ გრიგოლ ლილუაშვილი გამოცხადდა. რეჟიმის აღიარებით სუსის უფროსი, რომელიც ივანიშვილის ერთგულ კადრად მიიჩნეოდა, ბაღის ბავშვების ფულს იპარავდა. აღმოჩნდა, რომ ლილუაშვილი ბიზნესის ლობირებისთვის თანხას უკანონოდ იღებდა. აღმოჩნდა, რომ გაზიფიკაციის ტენდერებშიც ფულს აკეთებდა. ასევე აღმოჩნდა, რომ იმით იყო დაკავებული, რასაც ის და მისი უფროსი სხვებს აბრალებდნენ, ანუ უკანონო კოლ-ცენტრებით თაღლითობდა. გენერალურმა პროკურატურამ ლილუაშვილი თავისთან დაიბარა. შენობაში შესვლამდე სუსის ყოფილმა უფროსმა ბედი უფალს მიანდო და თქვა, რომ ყველაფერი მის ხელშია. თუმცა ზუსტად ესმოდა, რომ სინამდვილეში მისი ბედი სხვაგან გადაწყდა. ივანიშვილმა ის დაიჭირა და ახლა მრავალწლიანი პატიმრობით ემუქრება. ერთ-დროს ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა ახლა იზოლატორშია და სასამართლოს ელოდება. კეთი ნადიბაიძე შემოგვიერთდება ახლა ამ თემაზე. როგორი დღე გაუთენდა გრიგოლ ლილუაშვილს, როგორ დაიწყო მან დღე და სადამთავრებს. პირველ რიგში დავიწყებ ბოლო ინფორმაციით. გრიგოლ ლილუაშვილი რჩება ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში და მას წუთი-წუთზე წაუყენებენ ბრალს უკვე ოფიციალურად, რის შემდეგაც უკვე ის დაელოდება პირველ სასამართლოს ხდომას. შესაძლოა ეს ხდომა ხვალვე გაიმართოს და როგორც ცნობილი არის, პროკურატურა აპირებს, რომ ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიება, ანუ საპატიმრო ზომა გამოიყენოს მის წინააღმდეგ. თუ კი სასამართლო დაადასტურებს და გაიზიარებს პროკურატურის ამ მოთხოვნას, მაშინ გრიგოლ ლილუაშვილს უკვე გადაიყვანენ ციხეში, საიდანაც მას უკვე ატარებენ სასამართლოებზე და ის მონაწილეობას ამ ფორმით მიიღებს მის სასამართლო სხდომებში. ახლა რაც შეეხება საქმეს, ჯერჯერობით არ ვიცით გრიგოლ ლილუაშვილის პოზიცია დღეს გამოცხადებულ საკმაოდ მძიმე დანაშაულებებთან დაკავშირებით ადვოკატი გვეუბნება, რომ მას შემდეგ რაც ბრალის დადგენილებას გაეცნობა ის პოზიციასაც შეათანხმებს, ჩამოაყალიბებს და ამის შემდეგ შეიტყობს ამის შესახებ საზოგადოება. ჯამში საუბარია 4 ეპიზოდზე, 4-ვე ეხება ქრთამს და რაც დღეს პროკურატურამ გამოაცხადა, ამ ციფრების მიხედვით გამოდის, რომ ამ მომენტისთვის გრიგოლ ლილუაშვილს ბრალად ედება დაახლოებით 7,5 მილიონი ქრთამი ამა თუ იმ ტენდერებში, კოლ-ცენტრებში თუ სხვადასხვა ფორმით და გზებით მიღებული. ასეთია ჯერჯერობით ინფორმაცია, არის გარკვეული კითხვები, რომელსაც ჯერჯერობით პროკურატურა არ პასუხობს. საქმის დეტალებს გულისხმობ, რაც შესაძლოა ხვალაც გახდეს ცნობილი, მას შემდეგ რაც პირველი სასამართლოს ხდომა გაიმართება და უკვე საქმეს პროკურორები წარმოადგენენ თბილისის საქალაქო სასამართლოში და შესაძლოა ხდომაზე მეტი დეტალი გაირკვევს, მათ შორის მეტი დეტალი გაირკვევს თავად სუსის ყოფილი უფროსისგანაც, რომელიც ალბათ ამ ხდომას დაესწრება. ქრთამის სახით გრიგოლ ლილუაშვილს. არ მუშაობთ იმაში. არ მუშაობთ. თქვენ მიმძანდებით? არ მუშაობთ. როგორ არ აქვს მნიშვნელობა? ძიმე ბრალდება თქვენი კომპანიის წინააღმდეგ, ბატონო. გიორგი ხაჟალია, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოქრთამით სავარაუდოდ ძვირადღირებული საბიუჯეტო პროექტები მოიპოვა, მის კომპანიაში არ დაგხვდა. როგორც ირკვევა, ის ქვეყნიდან წავიდა. იმალება თუ პირიქით, პროკურატურის ეგრეთ წოდებული ოქროს მოწმეა. დეტალებზე მისი თანამშრომლები არ გოლაპარაკებიან. მათი თქმით, კომპანია ექსპრეს სერვისში მტკიცებულებების საძებნელად არ გამოჩენილა. მოსულები იყვნენ აქ გამომძიებლები და დოკუმენტები არ წაუღიათ? არავის არაფერი არ წაუღია, არავინ არ. ბატონი გიორგი ბოლოს როდის იყო აქ? ვეგერში. არ მოდის ხოლმე კომპანიაში? მოდის ხოლმე. გაქცეული არის ქვეყნიდან, ასე შეიძლება ამას დავარქვათ? დახური კარები წადი რა. რატომ არ გესაუბრებით? არ შედის თქვენს ინტერნეტში გაკეთებული. რომ მინდოდა საუბარი, ხო გესაუბრებოდით არა? პროკურატურის მიხედვით გრიგოლ ლილუაშვილმა გაზიფიკაციის სექტორში მომუშავე ექსპრეს სერვისის დამფუძნებლისგან 1,5 მილიონი ლობირებაში აიღო. შედეგად ამ კომპანიას ტენდერების მოგებაში დაეხმარნენ. შუამავლად კი ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე სახელდება, რომელ და რა ღირებულების საბიუჯეტო პროექტებზეა ლაპარაკი პროკურატურაში ჯერ არ აკონკრეტებენ.
თუმცა თუ სახელმწიფო შესყიდვების საჯარო მონაცემებს ჩავხედავთ, ნახავთ, რომ წლებია ეს კომპანია სახელმწიფოს აქტიური პარტნიორია და ათობით მილიონი ლარის ტენდერებს იგებს. გამორიცხავთ, რომ შესაძლოა აქედან გამოსულს ბრალს აკიხენონ. ცისნებაა ყველაფერი, აბსოლუტურად. პროკურატურაში ადვოკატთან ერთად, თუმცა ღმერთის იმედად შესულ გრიგოლი ლუაშვილს ხელბორკილები მალევე დაადეს. შესვლამდე მედიასთან ირწმუნებოდა, რომ უწყებაში დაბარების მიზეზი არ იცოდა. მისი უშუალო მასპინძელი გვარაკიძე არ ყოფილა, რადგან მაშინ როცა ამ ძიმე ამბავს ატყობინებდნენ, მეზობელ ოთახში გენერალური პროკურორი უკვე ტრიბუნასთან იდგა და კორუფციასთან ბრძოლის შედეგებით თავს იწონებდა. როცა დამიბარეს მოვედოდა. ეს დაგიბარეს ბატონო გრიგოლ და რა გიქნეს რა განგიმარტეს რასთან დაკავშირებით? არ ვიცი არაფერი. ანუ როდის დაგიკავშირებს ბატონო გრიგოლ? ერთობა რაღაც დეტალები აინტერესებთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, არ ვიცი. რომელ საქმეზე რა შეჭრობ ბატონო გრიგოლ? რომელ საქმეზე? ვერაფერს მართლა არ ვიცი. პირველად ჩვენებას ამ რა თქმა უნდა, არ ვიცი რა საქმეა და ჩვენება არ მიმიცია არას. პირველად ხარ პროკურატურაში? პირველად ხო გაიგებდით ამდენი ხანი, ხო? როგორც დღეს გაიგეთ, ისე გაიგებდით. საქმე ჯამში 4 კორუფციულ ეპიზოდს ეხება. გაზიფიკაციის ტენდერების გარდა პროკურატურის ინფორმაციით სუსის ყოფილი უფროსის დონეზე ლაგდებოდა შესყიდვები თბილისის ბაგაბაღების სააგენტოშიც. კონკრეტული კომპანიების ლობირებაში ის ქრთამს იღებდა, ეგრეთ წოდებული ატკატების სცენარით. ამ სქემაში ჩართული იყო მის მეგობართან, სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელთან კახაბერ გვანცელაძესთან ერთად. კალაძის მიერ დანიშნული გვანცელაძე ამ პოსტზე 6 წელი მუშაობდა. 2 წლის წინ წავიდა. ახლა უკვე ემიგრაციაში და უახლეს საათებში ძებნილი სტატუსით ექნება. კახაკალაძე პასუხისმგებლობას არც ამ საქმის გამო გრძნობს. მივესალმებით ზოგადად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. ზოგადად მსოფლიოში გამოწვევა არის და რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ შესაბამისი უწყებები დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს. გვარაკიძეს ამ ეპიზოდთან დაკავშირებით არ დაუკონკრეტებია საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი რომელი ტენდერებით და რამდენი მილიონით შეივსო მაღალჩინოსნების საფულეები. თუმცა ცნობილია, რომ 1 მილიონი დოლარი დაუჯდა თურქ ბიზნესმენს სუსის ყოფილი უფროსის და შესაბამისად ქართული ოცნების მთავრობის გულისმოგება. პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ეს თანხა აიღო ლილუაშვილმა 2022 წელს ქრთამად ბიზნესმენ ჩაღათაი ულქერისა და მისი ქარის ელექტროსადგურების პროექტის ლობირებისთვის. 10 წელზე მეტია ამ ბიზნესმენის კომპანია აჭარ ენერგი მთავრობასთან თანამშრომლობს. ქარის და მზის სადგურების 460 მილიონ დოლარიანი პროექტით ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ირაკლი კობახიძე თავს პირადად იწონებდა. 2022 წლის ოქტომბრის თვეში მან თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი ამერიკული დოლარი. რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის. ჩატყობილი სახელმწიფო ტენდერებისა თუ ეგრეთ წოდებული ატკატების სქემების არსებობის გარდა დღეს დადასტურდა ისიც, რომ სუსის დონეზე მუშაობდა, ან შესაძლოა დღემდე მუშაობს ქვეყანაში ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და პრობლემური თაღლითური სქემა. 1,300,000 დოლარი გრიგოლი ლუაშვილმა სავარაუდოდ კოლ-ცენტრების მფარველობისთვის მიიღო. ის პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც ამ კატეგორიის დანაშაულში საგამოძიებო უწყებებმა ამხილეს. რას ფიქრობს ამ ძიმე ბრალდებების შესახებ, რის გამოც შესაძლოა მომდევნო 15 წელი ციხეში გაატაროს. ჯერ უცნობი რჩება. არ ვიცით რა პოზიცია გვექნება ბრალთან დაკავშირებით. იმის და მიხედვით ბრალთან რა პოზიცია გვექნება, იმიტომ რომ თუ ადამიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს, იმან გირაოკი არა, საერთოდ ადვოკატი ვალდებულია, რომ მოითხოვოს მისი გათავისუფლება, საერთოდ ახლობის ღონისძიების გარშე დატოვება და ეს კიდევ გეუბნებით, არის ახლა თანმიმდევრულად, უნდა ვიცოთ. არა ბატონო, ეს ხომ არ ვითხოვს, არ ვიცნობთ ბრალდებას და არანაირი პოზიცია არ გვაქვს და წინასწარ რაც მოვითხოვ, ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს. სამართლებრივ რეჟიმს ხო ვერ ავცდები. არც კოლ-ცენტრების და არც ჩატყობილი ტენდერების ეპიზოდები კორუფციის მკვლევრებისთვის ახალი არ არის. რადგან წლებია ძალოვანი უწყების დონეზე დალაგებული თაღლითური სქემების შესახებ საჯაროდ ლაპარაკობენ. თუმცა საგამოძიებო უწყებები ამ დრომდე დუმდნენ. ეჭვი არც იმაში ეპარებათ, რომ ყველა ეს საქმე წლებია გრიგოლი ლუაშვილის პარტიულმა გარემოცვამ კარგად იცის. კორუფციასთან ბრძოლა კი დღეს მხოლოდ ფასადია, რომელსაც ქართულ ოცნებაში ამჟამად გაძლიერებული გავლენიანი ჯგუფი პოლიტიკური გარჩევებისთვის იყენებს.
ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ვერავინ ვერ გაბედავდა, სანამ ბიძინა ივანიშვილისგან არ ექნებოდა მწვანე შუქი. და ეს მწვანე შუქი არის პოლიტიკურად მეორე ნაწილი. ანუ კორუფციას ებრძვის ეხლა ბიძინა ივანიშვილი, მას რომ ჭირდება პოლიტიკურად მაგიტომ. ეს ადამიანები განა არ არიან დასაჭერები არიან და მომდევნო ხელისუფლება, რომელიც მოვა, ეს ადამიანები ზიშუქს ვერ ნახავენ, იმიტომ რომ კიდევ ბევრი საქმეები დაემატებათ, იმიტომ რომ ეს არის მიზერი ის რაც გამოიძიეს. ჩემთვის თავარი შეკითხვა არის რა როლი ეკუთვნის ამ ყველაფერში კალაძეს, რატომ არავინ საუბრობს თბილისის მერზე, არის ის უბრალოდ დოყლაპიას როლში გამოყვანილი, რომელმაც ვერ შეძლო და საკუთარი სისტემა ვერ მართა ისე რომ ცხვირწინ მილიონობით ლარს არ პარავდნენ, თუ თავადაც არის ჩართული ატკატების და მილიონობით ლარის მოპარვაში ბიუჯეტიდან, ამიტომ ის შეგნებულად ხუჭავდა თვალს ამ შემთხვევაზე, სადაც როგორც ჩანს ფულს იპარავდა იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელსაც კორუფციის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა. და როდესაც აი ამ რიტორიკულ შეკითხვას ვსვავთ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ყველა ის სხვა დანარჩენი კორუფციული ფაქტი, რომელზედაც არაერთხელ გვისაუბრია. ამჟამად სუსის ყოფილი უფროსი წინასწარი დაკავების იზოლატორშია და პირველ სასამართლოს ხდომას ელოდება. უკვე ცნობილია, რომ პროკურატურა ყოფილი პრემიერისგან განსხვავებით მას არ დაინდობს და ყველაზე უფრო მკაცრ საპატიმრო აღკვეთ ღონისძიებას მოითხოვს. ეს გზა მისი გარემოცვის რამდენიმე წევრმა უკვე გაიარა. ბოლო რამდენიმე თვეში ოცნებამ ლილუაშვილის გარშემო წრე დაავიწროვა და მისი ნდობით აღჭურვილი პირები, ბიზნესმენები, ნათესავები თუ ყოფილი საჯარო მოხელეები პასუხისგებაში მისცა.